დღეს ხუთშაბათია 21 საათი და რა თქმა უნდა კლავ ეთერშია მადის აღძვრელი პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად და საინტერესო სივრცეში. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და იყავით ჩემი გამომწერები. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. დღევანდელი ჩემი სტუმარი კი გახლავთ ზალიკო ბერგერი. ზალიკო, როგორ ხარ? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გისურვებთ წარმატებებს, დააჭირეთ კიდე რა ქვია ზარის ღილაკს და დაალაიქეთ ვიდეო აუცილებლად. კი, დაალაიქეთ, გვიყუროთ, დღეს ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვილაპარაკებთ. ზალიკო, სანამ სხვადასხვა თემებზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სპონსორები მყავს, ეს არის პირველი ფიზი ჯორჯია. შეგვიძლია სახლში დავამზადოთ ლიმონათი, ესე წყალი არის, შეგვიძლია დავგაზოთ და სხვადასხვა არომატები შევურიოთ. შემდეგი არის ესე იგი ბომბ-ბარი, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, ჩიფსები, დაბალკალორიული, პრემიუმ ხარისხის, კი ბატონო და ასევე აგრომანი, ეს არის აგროპროდუქტების მაღაზია, მარკეტი, რომელიც თუ გსურს რომ შევიძინოთ ძალიან ნატურალური და კარგი ხილბოსნეული რძის პროდუქტები, ანა პოლიტკოსკაიას 3 ნომერს უნდა მივაკითხოთ აუცილებლად. რაც შეეხება ჩვენს თემებს, მოკლედ ნელ-ნელა ჩვენ დავაგემოვნებთ აი ამ ჩემს სპონსორების მიერ წარმოდგენილ პროდუქტებს და შენ როგორ ხარ აშვები, რა ხდება, როგორ განწყობაზე ხარ? მე კარგად მადლობა, ვიყავი 3 თვე ბალიზე, ჩამოვედი 2 კვირაა და გავწირდი. იმიტომ 30 გრადუსის სიცხიდან უბრალოდ აღმოჩნდი, მე მგონი აკლიმატიზაცია მაქვს კიდევ. ხო, იცი. ალბათ ვერ აღვიქვავ თუ არ ვიცი, მოკლედ ამ გაციებამ ძალიან მეგუები თბილისს უსიცივეს. მოპედის ტარება ვისწავლეთ ამ ბარიზე, მოპედის ყველაზე ძალიან მაგაზე მწყდება გული. მოკლედ და აქ მოპედი არ მყავს, მაგრამ მყავს ელექტროსკროლი, რომლითაც საცობებს ავწდებოდი რომ მოვსულიყავი, მაგრამ საკმაოდ ცივია სამწუხაროდ. ხო, ნუ ზამთარში არ არის კომფორტული, თუმცა ზაფხულში შეგიძლია რომ თბილისშიც ხო, არა, იქ ვიცახოდი რომ ეს მუდმივი ზაფხულის მოსაწყენია თქო, მუდმივი 30 გრადუსის სიცხე დღე და ღამე. აი ეგ მითხარი მართლა, აი ვიღაცები ხო ფიქრობენ, აი ზაფხული ვისაც უყვარს, აი მეც მაგალითად ძალიან მიყვარს, რომ ხო, სულ ზაფხული ნეტა იყოს, სულ წუწუნებთ ხოლმე და. წავედი აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში და 3 თვე ვიყავი, ანუ 6 თვე ზაფხულში ვიყავი და რაღაცა ჩავთვალე რომ მომწინდა თქო ეს სიცხე და ცოტა შემოდგომა კარგია თქო, ცოტა შემოდგომა კაია, მაგრამ საკმაოდ ცივია. მაგრამ ისე ჯანმრთელობისთვისაც სიცივე და ზამთარიც კარგია, რომ კი, ისე მართლა იქ 24 საათიდან დღე და ღამე სუცხელა. ისე რომ ღამე ვთქვათ ოთახში რო ხარ და ვთქვათ კონდიციონერი გაქვს ჩართული და გამოხვალ გარეთ და აი უცბად ღამე ვერ შეისუნთქავ. ხო, ძალიან რთულია ეგ. მაგრამ მაინც არის პლუსი აქ ცოტა ხანი რომ ჩავიდე. იქაურები ალბათ შეჩვეულებიც არიან. იქაურები ხო მასე იზრდებიან და ეს რა ქვია. ეს მოპედი კიდე იქაური ის არის მოკლედ სახალხო ტრანსპორტი 12 წლის ბავშვიდან დაწყებული 92 წლის ქალით დამთავრებული. ყველა ბაიკით ნუ მოპედით დადეს. აქ მარტო გლოვოს კურიერები დადიან. ისე რომ თბილისში არ ვიცი, იქნებ შევითავსო კიდეც გლოვოს კურიერობა. ჩემ თემატიკიდან გამომდინარე, მთავარი არის ის, რომ სინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს და მე როგორც ვიცი, სუში გიყვარს ძალიან, სხვა საჭმელებთან ერთად. ყველანაირი საჭმელი მიყვარს ამასობაში, ყველანაირი ვიცახი რომ სოფლიოს ყველაზე კაი რესტორანი, ესე იგი რამდენიმე რესტორანი, სადაც ყოფილი ვარ, მაიამიში იყო ფიფი რესტორანი, ტაილანდური სამზარეულო იყო. ესე იგი ეს მე არ ვიცი, აი ესეთი საოცრება იყო, რომ სასწაული. და აი მაგალითად რა გამოარჩევდა, რა მოგეწონა? რაღაცა აი ზღვის პროდუქტები იყო, ძირითადად ზღვის პროდუქტების სუპი იყო. ყველაფერი ძალიან ხარისხიანი იყო და რაღაცა ძალიან უცნაური კაი რესტორანი იყო თვითონ ისედაც გაკეთებული. ესე მიშლენის რესტორნებში ყოფილი ვარ. კი, შენ ბევრ ადგილას ყოფილ ხარ ისე ცოტა პრესტიჟულ ადგილებში. სტამბოლში არის სანსეტი რესტორანი. არ ვიცი, ნუ კი რა უთდო სიტყვებს თქვი. იქ ესე იგი ბოლოში ავდექი და თებშიდან პირდაპირ ესე თებშიან ავიღერ ვაფეხა იყო რაღაცა ბროწეულის соуში და ისა და იმ თებში სვავდი იმას რა ქვია წვენს. აი ესეთი გემრიელი. და საოცრება. ეს სტამბოლშია? სტამბოლშია სანსეტი რესტორანი. ხშირად ყოფილ ვარ მე სტამბოლში, მაგრამ ულუსი რაიონი იქ არის ძალიან მაგარი რესტორანია, საოცრება. ხო და მოდი ჩვენ ახლა ჭამოთ სუში. მოვიტანეთ სუში. მოგვაწდიან და ასევე დავაყოლოთ ლიმონათი. კი ბატონო. რომელსაც ლიმონათი ამ აპარატით, ანუ ეს აპარატი იყიდება? კი, ეს აპარატი და შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა არომატები, რომლებსაც მოგიტანენ. ფიზი ჯორჯია Facebook-ის საშუალებით, მიწერ და მოგემსახურებიან. და ამ აპარატს ვიყიდი. კი, ამ აპარატს იყიდი, არომატებს რასაც გინდა შეარჩევ და მოგიტანე სახლში. კი. ისე ჩემ ბავშვობაში ეს ლიმონათი და ის სხვა იყიდებოდა და სიფონი იყო, ეგეთ რაღაცა შენ პატარა ხარ არ გეცოდინება, ესეთი რაღაცა შუშის
ჭურჭელი იყო, რომელიც გაზის ბალონი უნდა გიყიდა, ეს ბალონი ჩაგემაგრებინა, იქ რაღაცა დაგეჭირა ტყვიაზე თუ რაღაცა ისა და ჩაგეჭირა, რომ ეს დაეგაზა, ეს ისა რა ქვია, რომ სახში დაგემზადებინა ლიმონადი და იდეა დაახლოებით ეგეთია. ხო და ინტერნეტ გიждდებოდი ესე იგი და ბავშვების ოცნება იყო, ამას აუცილებლად შევიძენ. ძალიან ვიხარია, ძალიან გავხარდება ჩვენ სპონსორებსაც დარწმუნებული ვარ. მოდი, პირველ რიგში თუ გინდა ეს გავხსნათ და ნომერო მე ის. მოკლედ, მეც ძალიან მიყვარს სუში, აზიური რესტორანი, აზიური სამზარეულო სწორად, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელია. გადავდოთ იქით. აბა, შენ ასე მე. ჭირები? ჭირები დიდად ვერ ვიწამე, ვერც მაგრამ მე ხელის ჭამხოლმე. მეც. რა ვქნა? აი რაც არის ეს არის. აბა, დავაგემოვნოთ. თებში ხوار გინდა? არა, იყოს მე შინაურულად. შინაურულად მივიდე. პირველად სუში ვჭამეთ, რომელი წელი იყო 2000 ალბათ. 2000 წლებში თან სუში, ალბათ, საჭამო. საქართველოში არა. ხო. სტამბოლში ვჭამე ეს სხვათა შორის, რა ერქვა იმ სასტუმროს, მე მგონი დივანი. ჩემ მეგობარი გაიხსენებს უყურეთ მე და ნინო ორდენიძე და ჩვენი ერთი მოდელი მეგობარი ვიყავით იმ მოდელმა წაგვიყვანა და იქაც ახალი შემოსული იყო სუში და ძალიან მქშიოდა და ძალიან ძვირი ღირდა, აი ძალიან, აღარ მახსოვს მე მგონი ცალი ღირდა $30 თუ რაღაცა. უი დედა. ხო და ისე რომ რაღაცა მე მგონი $200 მოგვივიდა რაღაცა რამდენიმე პატარ-პატარა ესე ისე შეგვზიზღდა ესე იგი. პირველად იმიტომ რომ ძალიან შიფრები ვიყავით და ვერაფერ ვერ გავიგეთ ეს გემო. ხო და მერე დაუჭირე მუღამი. კი რა თქმა უნდა. მე თბილისში გაქურთულება დაიწყეს სუშიში როგორც ისა თბილისის პირველი ჩინური რესტორანი გაიხსნა პეროვსკაიაზე. ხო და იქ შესახვევში იყო პირველი ჩინური რესტორანი და იქ დავარქვით ჩქმერული ჩინურად. იმიტომ რომ იქ ესეთ ჩინურ საჭმელებს ისე არავინ არ შეჭამდა და რა ქვია გამოქონდათ აი ესე შიშხინებს და ისე რა ქვია და გააქართულეს ანუ რაღაც ჩინური ისინი. ჩქმერული ჩინურად იყო რაღაც ქათმის რაღაც აღარ მახსოვს რა ეს იყო რა ქვია კერძი და ქათმის იმით დამზადებული რაღაც როლები ხო? არა ქათამი იყო შემწვარი აი ესე შიშხინებდა ოღონდ ცხეცხელი მოქონდათ რკინის რაღაცაზე. ხო ჩქმერული ჩინური ნივრიანი რაღაცა სოუსით იყო. ხო და კიდე ერთი დამგოი მიგოგო იყო გათხოვილი. ხოთლამაზი და გუმბაო. აუ გუმბაო ხო მე ძალიან მიყვარს. ახლა უნდა მივიცა გუმბაო. ესე ამბობდა. ხო ახლა დამკაცებული აქვს ალბათ წერაფია. ისე გათხოვდა. კარგია თუ დაამხეცა კაცო. ხო აბა. მოდი ჯერ გავსინჯოთ. აბა. ეს აბა რა წითელი თევზებით სასარგებლოა. კი. აი ცოტა შევეჭიდები. ომეგა 3. მოდი აბა ცადე ხელი მისა ჭხირი. ხო რა. აი ხელით ცადე კაცო. აბა მიდი. ჩავაწოთ ვაიმე ვიღაცა მე ერთი მომღერალი მივიყვანეთ იმაში რა ქვია ქალაქური ახალი გახსნელი იყო რესტორანი და იქ სუში მენიუ იყო და ეს მწვანე პირდაპირ რა ქვია მაგ მწვანეს კი არ ვიცი დღემდე. ვასაბი. ხო. ჩანყია. სული. ძალიან მაგარია. დრაკაის სუშიმ გამოგვიგზავნა ეს არაჩვეულებრივი სუში და შეგიძლიათ მიაკითხოთ ერეკლე ტატიშვილის 14 ნომერში. ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი სუში მზადდება და მე ძალიან მომეწონა. ძალიან შენს მოგეწონა როგორც წინვალია, დრაკაის სუში, ესე იგი დრაკაის სუში. დრაკაის სუში. ძალიან კარგად მოუფიქრე. და მოდი ახლა დავაყოლოთ ჩვენი ფიზის ლიმონათი. აბა ხო როგორ მზადდება და ის ძალიან მაინტერესებს. ერთხელ ჩააჭირე ზემოთ და ცოტა ხანი არ აუშვა. კარგად ჩააჭირე. всё. აუში. ეს წასე. ეხლა რომელი არომატი გინდა შენ იქ რაღაც რამდენიმე დევს ფორთოხალი, ჟოლოს მე მგონი. ჟოლო, ფეიხოა. და სტროუბერი, მარწყვი. რა ფეიხოა მაინტერესებს? ფეიხოა. შეგიძლია ჩაასხა ცოტა. აი ეს. აბა კოზით უნდა მობურიოთ მე. მოგცემ კოს. აუ რა кай ფეიხოს სუნი წამოიღო. აბა გასინჯე. აბა. შეგერგოს. Cheers, ფეიხოა. Cheers. თედა დაანკაია. ხო კაია. და მოკლედ შენ ერთგული მომხმარებელი იქნები მე მგონი ფიზის, ხო?
ფიზი, ხო ესე? კი, ესე შეგიძლია ჩაწერო Facebook-ზე. მე მაინტერესებს მოკლედ კულინარიის ამბავში, ხა ჭამაკი გიყვარს შენ, მაგრამ მომზადება თუ იცი? არა მომზადება სამწუხაროდ არ ვიცი. დედის ერთაბარ და ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ესე იგი. აჰა. განებივრებულები ვარ. ხო, შეგვიძლია ვთქვათ. კი. ისე რომ ჩემთვის დილა ანუ სამზარეულოსთან ურთიერთობა საერთოდ ის არის რა ქვია უცხო თემა და ბავშვობიდან ესე რომ პური ისად იყიდებოდა ის არ ვიცოდი. აიმე. ანუ იმდენად დედა ჩემი ამზადებს ყველაფერს და ყველაფერი სახში მოაქდა ასე შემდეგ ისე რომ მე არც მარკეტთან და არც საჭმელთან ურთიერთობა არ მქონია მარტო როცა გადავედი რაღაც გიგზავნიდა ხოლმე ალბათ მარტო როცა გადახვედი, კი, ხო? აი ზუსტად მივხვდი. ისე რომ ჩემი მეგობარი მიმყვებოდა ხოლმე რომ იმდენი საჭმელი მომქონდათ რომ წამომყოლობდა და ახლა რო გადავდიოდი ტაქსი გავაჩერე მარკეტთან და გადავწყვიტე ის კიტრი მეყიდა თუ კიტრი მიდორი არ ვიცი. რიგი კილომეტრიანი სალაროსთან და ეს კიტრი როგორ უნდა აწონო მე იქიდან ვიკითხე. გამოვიდა თვითონ ეს მოლარე და მოიცადე ვეაგიწონიო და ერთელი რიგი დგას მაგინებს ესე იგი. კარეთ ტაქსი მელოდება და ეს ქალი გამოვიდა 10 კილომეტრიანი რიგია. აი ეს კიტრი ამიწონა დადო იმ სასწორზე რაღაცა ისაზე. ეს რიგი შეწუხდა. ვაიმე. მეც და ეგეთ ისტორიაში მოვყევი. ესეთი რაღაცები შენთვის არ არის. ხო, მეც თვითონ კეთება მოკლედ აი ესე კვერცხი შემილია შევწვა. კიდე რაღაცა ერთი ის მქონდა აჩემებული. ეხლა აი ბედნიერება რომ დარეკავთ რაკაი სუშიში. კარგად მოვიფიქრეთ. ხო, რაკაია. კი, რეგრები მოგიბენინებენ გენაცვალე. ხო, და მიერთმებრასაც გაგიხარდება და ადრე ხო არ იყო ესე და ამიტომ რაღაცა მოკლედ ქათმის ფილეს ყიდულობდი და ესე იგი იმას ადვილი შესაძლებელი იყო. ხო, ეგ მარტივია რა. საახალწლოდ ხა ახალი წელი მოდის მალე და ხა საახალწლოდ რა შვები ხოლმე თქვათ რა გიყვარს რომელი კერძი ალბათ მაინც ხა უმეტესობა, მაგრამ აი რას ანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას. 2 იანვარს მაქვს დაბადების დღე და ესე რომ ჩემთვის ახალი წელი სულ დაბადების დღესთან ასოცირდება ძირითადად ანუ და 2 იანვრის სუფრასთან. ისე რომ დედა ჩემსაც ეს ჩემი დედის ერთობის დაბადების დღე განსაკუთრებული ივენთია ესე ვთქვათ ასე რომ საახალწლო სუფრა მზადდება ჩემი დაბადების დღისთვის და თავის გოჭიდან დაწყებული მე არ ვიცი ფხალეული თუ ისა და ესა და აუცილებლად 15 იანვრამდე გრძელდება ეს ყველაფერი. ხო, 15 იანვრამდე ძოლით ბედობა გამოდის და ისე რომ ძოლით ბედობაზეც ის არის. ხო. 15 იანვრსაც შენ დაბადების დღეა ბედობაზე. გადამიხია ხოლმე ისე სხვა შორის როცა საქართველოში არ ვიყავი 2 იანვარს, მე 15 იანვარს ვიხდიდი ხოლმე ძოლით ბედობაზე. ბავშვობაში რა გემოებს მიყავხარ, რა გიყვარდა? არ ვიცი ეს ბავშვობის მახსოვს რომელიღაც მასწავლებელი თუ რაღაც რო შემოვიდა და რასაჭმელი გიყვარს ცოტა ის და აი შემწვარი კარტოფილი გიყვარს გატყობო შემწვარი კარტოფილი გიყვარს ისე და აი როგორ გიყვარს ესე თვითონ მასწავლებელს შემწვარი კარტოფილი ალბათ ყველა ბავშვს უყვარს კი მეც განსაკუთრებით ეჩემაც უიცოდა რომ დაჟე ჩემ მეგობრის სახლში რომ მივდიოდი რასაყვარელია ბებია მისი პირდაპირ კარტოფილს მიწვავდა და მახვედრებდა ხოლმე რომ ხატიას შემწვარი კარტოფილი უყვარსო იმ დონეზე დღემდე მიყვარს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კერძია აჰა უნივერსიტეტში რო ვაბარებდი ვემზადებოდი და მე თვითონ გადავწყვიტე კარტოფილი შემეწვოდა ძა ვიწვალე მოკლედ და ეხლა არაფერს გეტება არ ვიცი და მაშხობით უმეტეს და ავდექ და მე იმიდან მაცევრიდან გამოვიღე მურა ყოფილა თურმე მე ის თუ ჯემი იყო და მეტყემალი მეგონა და ავასღიებ ჩემწვარ კარტოფილს შენ მოკლედ ფილოსოფიური გაქვს ხო დამთავრებული და საკმაოდ წარჩინებით სწავლობდი მე როგორც ვიცი და კარგი მოსწავლე და სტუდენტი იყავი. გაიხარე ხო რაღაცა ვიყავი ის რა ქვია. ფილოსოფია სოციოლოგიის ფაკულტეტი იყო და სოციოლოგიის განხრით დავამთავრე უნივერსიტეტში სწავლის დროს დავიწყე დიზაინერობა და ამასობაში აი ეს ავანგარდული მოდის ასამბლეა ტარდებოდა თბილისში პირველად რო ჩატარდა ესე იგი ივ სენ ლორანის ქმარი რო იყო პიერ ბერჟე ვინც ეხლა მეგონი ცოცხალია ისა ვინც იყო რა კომპანიის ფლობელი ის ჩამოვიდა თვითონ და აქ საქართველოში თვითონ ივ სენ ლორანის ქმარი მე შენ შეხვდი? არა, მე არა, მაგრამ ჟიურიში იყო. ეს პირველად როცა იყო 1995-ში. ხო და მე 97-ში ენდრუ ლოგანი იყო ჩამოსული ესეთ სკულპტორია და აქსესუარებს აკეთებს ან ცნობილია მსოფლიოს მოდაში. ეს კაცი იყო ჩამოსული და აი მაშინ მივიღე მონაწილეობა და მხატვრები, მყავდა მეგობრები, რაღაცა ისეთ წრეს ტრიალებდი. ირაკლი შარკვიანი იყო ჩემი მეგობარი, ირაკლისგან დავმეგობრდი, ნიკო ცეცხლაძესთან, ეხლა მოგითხრა ნიკოსაც, ოლეგ ტიმჩენკო, რა ვიცი
შალვა ხახანაშვილი, მამუკა ჯაფარიძე და მათ მამაჩუკეს სტილოები პოსტმოდერნი მიტაცებდა კიდე მაშინ ძალიან ინტელექტუალურ საზოგადოებაში როგორ თქვა ესე ტრენდში იყო ჟამბუდრიარი და პოსტმოდერნისტული რაღაცა პერფორმენსი გავაკეთე, ანუ ეს ნახატები გავაცოცხლე თითქოს, ანუ ამ მხატვრებმა ჩვენს თავიანთი სტილოები, რომლებიც დავჭერით და იმისგან შევქმენი კოლექცია, რომელსაც აბსორბცია ერქვა, ამ კოლექციით გავიმარჯვე, მოკლედ და აი ესე გავხდი დიზაინერი და იქ კიდე ინტრიგად ჩავთვალეთ, რომ მოდიო დავწეროთ მარტო ბერგერი. ეს კონკურსანტები სადაც ეწერება და იქ შეშალოთ და დაწერეთ ზალიკო ბერგერი და ესე შემჭა ზალიკო ბერგერი. და მე გახდი ასეთ ცნობილი. ხო. თან მნიშვნელოვანი ის არის რომ ტიმჩენკოს ვიცი რომ აი საინტერესო ტილოები აქვს რაც სხვადასხვა ფიგურები გამოსახული ხო როგორც კულტურული რაღაც აი სფინქსი რაღაც ოფელია რაღაც ეგეთი საინტერესო ტილოები ამ ოფელია ხო ჯუჯების ხო და რაღაც მგონია რომ ეგეთი რაღაც საინტერესო მე მაჩუკა ანუ ეს სტილო რომელიც დავწერით იყო განსხვავებული მთელი მისი მხატვრობისგან ეხლა ტიმჩენკო უზომოდ ძალიან ძვირიანია მე რა ვიცი მე მგონი $50,000 ღირს და ის სტილო იყო ალბათ ამ კედლის ხელა მთლიანად. და ლენინგრადის უსაბჭო კავშირის დროს ლენინგრადის მუზეუმში იყო ნამყოფი, ელქვა სამალოტი კი თვითმფრინავები და სრულიად განსხვავებული იყო, მწვანე ფონზე იყო, თვითმფრინავები ეხატა. და 3-3-ზე, მე მგონი 3 მეტრი იყო 4 მეტრზე. ისე რომ 1-4 კაბა გამოგვივიდა. ამ ტილოს დაჭრა იყო კიდე ერთი უბედურება. ეს მაშინ შენ კერვა იცოდი უკვე? როგორ გააკეთე? ჩემი მეგობარი კიდე მხატვრები, ირა კურმაევა, თეონა ჭედია, უტა ბექაია, ისინი ზოგი დიზაინერი, ზოგი ფოტოგრაფი, ზოგი სოციოლოგი. მე ხმარებოდნენ და ჩვენ ერთად გავაკეთეთ, მოკლედ დავჭერით ეს სტილოები და იმისგან ავანგარდული კოლექცია გავაკეთეთ. რომელიც ძალიან მოეწონა ჟიურის და გაიმარჯვე ხო? ჟიურის მაშინ რაღაც მეორე ადგილი ავიღე თუ პირველი, ანუ გრან-პრი იყო და მე მგონი პირველი ადგილი ავიღე. მოსკოვიდან იყვნენ ჟურნალისტები ჩამოსულები, მაშინ მეტი გასავალიაც იყო ესე იგი. სხვა დრო იყო მაშინ. ხო, მე მარტო ეს თვითმფრინავი დაფრინავდა, იმიტომ მეშინოდა ომის თქვა რო არ დაწყებულიყო, იმიტომ რომ თბილისი მოსკოვი დაფრინავდა მარტო, იქაც მარტო ფეხზე იდგა ხალხი. თვითმფრინავში აეროპორტში ჩუქი არისო, ეს თვითმფრინავები ქართულ პილოტებზე იმიტომ იძახიან, რომ განსხვავებულები არიან და ყველაზე მაგრები, იმიტომ რომ იმით რა ქვია ორიენტაციით ცვავდნენ თვითმფრინავებს. იმიტომ რომ აეროპორტში ჩუქი არისო. ეხლა რომ წარმოიდგე რომ აეროპორტში. ცედა იცი როგორ ვიცხოვრეთ, ვაიმე და მაგ დროს ამ უშუქობაში და ყინვაში ვჭრიდით ამ იმას ნახატებს. ნუ ალბათ ახალგაზრდები ვიყავით და იმიტომ გვიხაროდა კიდე და ენთუზიაზმი გქონდა, თორე ისე წესით ალბათ თავი უნდა მოგეკლა. ეხლა რომ ვფიქრობ რომ თან ამავე დროს უნივერსიტეტში სწავლობდი და მაშინ ქსეროქსებიც არ და კონსპექტები და ნიკოლო მაკიაველი თავარი ხელით მაქვს გადაწერილი მთელი თავიდან ბოლომდე. ოღონდ რაღაცა საშინელი პატარა ვარდისფერი ლამპები იყო ესეთი პატარები და უკან რაღაცა სარკე ქონდა და ეს გაჭვარტყლული ისა ნავთიც არ იშოვებოდა, ეს ნავთი უნდა გეშოვა რაღაცა და ნავთის შუქზე ესე იგი ისეთი კალიგრაფიით მაქვს გადაწერილი. თამფული არ მქონდა გაუბედურებული გაჭირვებაში ისა რა ქვია ამ იმაზე რვეულის რო ფურცლები რომ ყოფნოდა ესე იგი ბოლოში ვაწრულებდა ანუ კერვა არც დღემდე არ მისწავლია, თუმცა ისეთი რაღაცა პროფესია, რომელიც თვლი რომ ძალიან ბევრად ეხლა დღესდღეობით ბევრად უმეტი დიზაინერია, ვიდრე მკერავი. კაი მკერავი რო იშოვა ძალიან დიდი პრობლემაა და კონსტრუქტორი, ხო? და აი ბოლოს როდის რა შექმენი, აი რაღაც კაი ხანია? რასაც დიზაინერობას შეეხება, პირველი ჯორჯიან ფეშენ ვიკი რო ჩატარდა რაღაცას უკვე 2014 მე მგონი. 15 თუ 14 ხო? რაღაცა მასზე, მოკლედ ამ ფესტივალში მივიღე, ფესტივალში არა და ჯორჯიან ფეშენ ვიკში მივიღე მონაწილეობა და რაღაცა მე არ ვიცი, მოკლედ სადღაც იმას ჩამწვეს, რაღაცა გინდა თუ არა შემდგომი კოლექცია უნდა გამეკეთებინა ზაფხულში, რაღაცა აბრამ ბაზელი არის ესეთი დიზაინერი იყო, რომელმაც ვაჩქო ძალიან ძვირფასი ნაჭრები და ისე თბილი ნაჭრები იყო ბევრი და ზაფხულში შევკერე, მოკლედ პალტოები და ისეთი იმიტომ რომ აგინდა თუ არა ეს უნდა გააკეთო მე რა ვიცი. ხო და ჩამოსულები იყვნენ ვიღაცა საფრანგეთიდან ვიღაცა მათხოვრები ბოძს გამოთვლით ვითომ ჟურნალისტები და ესენი ბაირები არიანო თვითონ იმის რა ქვია რაღაცა ნუ აქ როგორც ჩვენთან იციან ხოლმე ვიღაცების გაფეტიჩება რომ აი მე ვიღაცაა და ისა და ანუ არასაინტერესო გარემო დაგხვდა მაგ ფეშენში გახდა ხო რა ეხლა ანუ იმის მერე რაღაც თვითონ მოდა იმდენი დიზაინერი იღებდა კიდე მონაწილეობას რომ მე არ ვიცი ამდენი სახელი და გვარი მაგრამ კერავი ბევრად უძნელი საპოვნელია ვიდრე დიზაინერი ანუ გაუფასურდა დროთა განმავლობაში ჩემი აზრით ხო და ეხლა ვუყურებ ხოლმე ვთქვათ და რაღაცა ქართველი დიზაინერი კეთი პერის ეცვა ამ კეთი პერის კიდე საქმე არა ყველაფერი ქართველი ისინია ისა ხო ის იმას ეცვაო რა ქვია
Katy Perry-ს კი არა, რომელიღაც ხან იმას ხან ამას ვერა ვიცი. David Comas. David Comas მაშინ ჩამოყვანილი ყავდა და ის რომ მოვყევი კიდე David Comas მეძა აქეთ გვერდზე. ხო და შენ იცნობ ცნობილ დიზაინერებს, ქართველებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არიან უკვე, აი ვთქვათ, მაგალითად დემნა თუნდაც. დემნა გვასალია მოკლედ ბავშვობაში დემნას ბიძაშვილი ჩემი მეგობარი იყო რაღაცა და დემნა თქვა რომ თავის მანე სოღუმელმა ნათლია მომიყვარო ისა რა ქვია ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო რომ ზალიკოსთან ერთად 15 წუთი დამჯარი ყავიო და თავის ბიძაშვილს მოყავდა ხოლმე მაშინ ძიმა ერქვა პატარა რო იყო და მე რაღაცა არ მინახია ანუ რაც პოპულარული გახდა მე იმდენი იმდენმა ქართულმა დაუწყო შეტენება და დევნა ამ დროს დევნა მართლა შეიძლება ითქვას რომ ეხლა კიდე გუჩის სახში იმდენად არა, მაგრამ ბალენსიაგაში ის რაც რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ფეშენში, მე ვიძახოდი რომ ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველებს შორის არის სტალინი და დემნა გვაზალია. ხო და ის რაც საქართველოში 90-იანებში 2000-იანების დასაწყისში მოდაში იყო, ეს ყველაფერი მე გადაიტანა ამერიკაში. მოდაში კი არ იყო, ლილოში იყიდებოდა და მოდაში კი არ იყო, ხო? ხო, დემნა მოახერხა ისეთ რაღაცა რომ რაღაცა აი ესეთი მე რა ვიცი, ეგ ძალიან დიდი ნიჭია და ამასობაში ტალანტიც და ის რომ რაღაცა მე რა ვიცი ჩიფსის პაკეტი შეტენოდა $1 მილიონ აყიდინო ვიღაცას და ესევე ბაზრობის ჩანთა რაც არაორდინალურია იქ რაღაც ყველაფერს იტაცებენ და აინტერესებს ხო მე მიყვარს ეგეთი ყველაფერი გააკეთეს უკვე იქ და უკვე ახალი იდეები ჭირდება მაშინ ეს ნიუ-იორკში ვიყავი და რა კი მოსალეს მოყევი ისტორიას ფიქრობდი რომ სადღაც მომეყოლა და რაღაცა ძალიან ისეთ ელიტარულ პარტიზე ვიყავი მოკლედ სადღაც შევდივარ და რაღაცა ისე წამოვედი რომ პირდაპირ ორი ბიჭი დგანან ერთ ცეცვა ღამის პერანგი ნუ ხალის ულვაშებიანი და დახატული იყო მთლიანად და მეორეც რაღაც კაბაშია ზანგი 2 მეტრიანი ტიპები და რაღაცა ის შემომხედეს რომ პირდაპირ მათ რგვალბაგი და ფეხზე რო დგას იქ და მივედი და where are you from რაღაცა ისა და I'm you will not know my country Eastern Europe ვიძახი იმიტომ რომ ქართველი რო თქვა რაღაცა ის არის რა ქვია ჯორჯია ეგრევე ანტრაილერებს ხოლმე ხარ არავის არ ეწინოს ხო და if you know fashion ვეუბნები the company Balenciaga და Balenciaga იტალიაში იძახიან და if you know the company Balenciaga there is Dima Guasalia ვეუბნები Demna Guasalia he is from my country Damata Demna Guasalia he's Romanian not Romanian sorry he's from a country from Georgia Khoda oh my god do you know him there is მაგარი ზანგი იძახის ეს კაბაში რო არ მეორე ტიპი რო ისაურო ქვია პარიზში ვიყავი რაღაც კასტინგზე ისო და დამიწუნაო ისაურო ქვია რომ უფრო გამხდარი ტიპაჟები უნდა და მე ვთხარი თან კაცია ნუ და ესა მე ვთხარი ამისთან ანგელოზებით გოგო ხარ მე ხორციანი კუნთიანი ისა რა ქვია ქალს მე ვთქვი ყველაფერი უნდა კონდეს რა არის ეს კახის შეურად გამხდარი მოდელები ვიან მომწონს მეთქი ანდროგენები და ამასობაში აი გამაგარია ისა აქო we saw one Georgian girl here და here მე ვთქვი no possible Georgian girl ხო და no we saw ამ დროს იქ თქვა ეს მეც ის გოგოს სეტკა რაღაც კომბინეზონი აცვია კალგოტკები და ესე ტყავის უკა წერდამოტიტველია ეს მთლიანად სეტკა და ისა რა ქვია ქერაჩერებელი თმები მოკლე რაღაც ისე დახატული და ნუ ქართულს არ გავს ლამაზი გოგო I she was Georgian და no possible she's not Georgian მე ვთქვი no she's Georgian და hey უძახიან ისა და ეს გოგო მოდის და რო დამინახა და აი ესე მიყურებს და oh my god oh my god Oh my god! You know who he is? This is the happiest day in my life. Salik. Oh, it's a teta esceni sukadairiero es vinar ver. Kakishda shezde. Khoda. Kenshengeno tole ngo. Ilapara. He's an icon of my country, Isakis. და შენ ესე იდექი ხო ამაყან ილაპარაკეშვილო ილაპარაკე რა ლამაზი გოგო ხარ ვეუბნები აი ეგრევე გეტყობა რა ოჯახიშვილი იქნები კრასავიცა კარგი ქართველი ო შენ გაიხარე ესე იგი იმის ვერებს მოკლედ ესე გავიცანი ეს გოგო და იმან გამოცნო კიდეც უნივერსიტეტში სწავლობ მანჰეტენზეო და სადაც მაგ პარტიზე მოკლედ გარეთ გავედი მეორე მხარეს მეწევი და ვიღაცები იდგნენ კიდე იქ და from Georgia and Demna Guasalia ისა ვთქვი და ამ გოგომ გამოცნო თავისი ჯგუფელები და ერთი ბიჭი იყო ესე კუზიანი
ესპანელი. ისა და რომ ჩემი ჯგუფელს მოვიყვანოთ შეიძლება და მოიყვანა ეს ბიჭი და icon ეს ბიჭი იცახის. She told me you are an icon. მოიყვანა ვიღაცა გოგო კიდე ის იცახის icon. მოკლედ ეს და ფან კლუბი გავიჭინე მოკლედ ეს გოგო და ერთი ხუთი ეს თავისი ჯგუფელი ყავს და გარეთ ვეწეოდი და ამათ ვეუბნებით ემნა გვაზალია ბალენჭია გაიზა ის არაფერმა არ გაჭრა და ამ დროს ეს დავინახე და ეი მეცახი აპოტიაკა icon პიტი დაიწყეთ მეთქი ეს გრუპა ის დამყარე icon legend შენ თურქული იცი ხო ნასულსონს იმ ჯანებს კონსერვს ო მესმის ცოტა ჩოგიძველ yes თამამ evet Ben Türkiye ay New-York'u რომ მიფრინავდი და ამ ტამოჟანზე Turkish Airlines-ის ვეუბნები რომ Ben Türkiye çok seviyorum çok sevdi Ben Türkçe şarkılardan onun için çok seviyorum Türkiye'de am kalma kaçırdı ესე და ხალი ის იყო ოფიცერი საზღვრის და We are nicely surprised that you love our country and you learned Turkish language from our songs and please პატივში იყავი ხო მოკლედ გაჭრებული და ყველაფრის გარეშე პირველ გამომატარეს ხო სტამბულიც ყველა ენა ისე სიმდიდრეა ნუ რამ მეტი ენა იცი და მართლა ანუ სიმღერებით ვისწავლე მეთქი თურქული სიმღერებიდან ვისწავლე ხო ბევრმა სერიალებიდან ისწავლა ახლა თურქული სერიალები მეც ხშირად ჩავდივარ ხოლმე იქიდან და რაღაც სერიალები ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ძის თურქულ სერიალებზე და ესე იგი ისა რა ქვია მე ვერაფერ მიმევჭვია სერიალის ყურებას და ხო აი კაი დამამშვიდებელი და ცოტა ცოტა ხანი რო გინდა რომ გახვიდე და აი რაღაცას უყურო და ტვინი დაასვენო რა აი ეს მოდას როცა აქ საქართველოში 2000-იანი წლები როცა ვთქვი აი დივანის სუში პირველ ჭამეთ მეთქი თურქეთში გავაკეთეთ best model of the world ეგეთ კონკურსი სადაც საკუჩხეიძე მიიღო პირველად მონაწილეობა გაიმარჯვა აი იმ კონკურსში იღებდა მონაწილეობას მე დაკი ფალაკურთ ბევრი სერიალების ის არის ბიულენტ ეჯევიტი კიდე და ჩვენ მეგობრობდით აი სულთანს რო თამაშობს ეს სიმპათიური ბიჭი ხო მე ჩვენი მეგობარია დიდებული საუკუნე ო კი ბატონო ის ვინც სულთანია ის თქვენი მეგობარია იცი კი ბატონო ახლოს და ფოტოები გვაქვს და ისა და სხვა თურქ სახეობას თუ იცნობ აი ეს მე და კი ძალიან პოპულარულია ვისთანაც მეგობრობდით კვანჩიც ჩვენი ახლობელი იყო მოკლედ ზალიკო შენ წაღან თქვი რომ ჩამოხვედი ხა ბალიდან ხო იყავი რამდენი ხანი იყავი და მომიყევი ამაზეც მაინტერესებს ბალი ვილა ბალი მაი ბალი ვილა ბალი ბალიზე მოკლედ ვიყავი 3 თვე ესე იგი რაღაც სიფრიზესთან მქონდა სიფრიზე არა ფრიზელობასთან მქონდა რაღაცა პრობლემები და გამოსაფრიზებლად ვიყავი ბალიზე და 3 თვიანი კურსი ჩავიტარე და ვერავე ძალიან ყოფილი ვარ და გავხდი ჯამთელი ცხოვრების ჯამთელი კვების ლიმონათის და ასე შემდეგ პოპულარიზატორი კი ეს ძალიან კაია და აი რა მომენტში გადაწყვიტე რომ უნდა წასულიყავი უკვე და რატომ მაინც ბალი მაგალითად არა ეს სარებიერთო ცენტრები რამდენად თვიცი საქართველოში არსებობს როგორც ამბობენ კარგიც და ნუ ახლა ალბათ ცნობილი ადამიანისთვის და რაღაცა რთული იყო თვითონ მიდგომაც კიდე სხვანაირი მქონდა რაღაც მანამდე ვიყავი ბერლინში საძებნელად ჩავედი სარებიერთო ცენტრის და ბერლინის გართობა მოგესწრებათ თავის და ბერლინი ისე მიყვარს და ბერლინში ისევა როგორც ზვიგენი ტბაში ანუ მე რა ვიცი ძალიან ხო და ბერლინში სარებიერთო ცენტრის ძებნა შენ პირდაპირ იმას წასულყავრო ესე იგი ჯოჟღეთში რომ სამოთხე ეჯებოდ რაღაცა ხო და ბალიზე ეს ამ ცენტრის არსებობის შესახებ ჩემმა მეგობარმა რომელსაც გავლილი ჰქონდა კურსი და თვითონაც რაღაცა პრობლემებისგან გათავისუფლდა იმან მირჩია და მოკლედ მის დახმარებით მოვხდი ხო და ეს ვიღაც ცნობილები არიან ხო მე მგონი ის ვინც ესე იგი ეს თქვა შორის ბერლინში ბერქაინში კლუბში გავიცანი ისე სიმართლე ვთქვა ბერლინ ბერქაინი კლუბი რა ვიცი სლოვაკია კი ბერქაინში ვიყავი რამდენიმე წლის წინ აი ერთი 8 წლის წინ ალბათ თუ მეტის საფხულის ბაღის გახსნაზე და დაბლა რო ჩავედი ისე ტიპები იყვნენ რომ ჯერ ზემოთ დავინახე რა ბერქაინში რო ხალხს გამოარჩევ ესე იგი და საფხულის ბაღის გახსნაზე უკვე გათენებული იყო და დაბლა რო ჩავედი ესენი იჯდნენ და რაღაცა ძალიან შავები ეცვათ და ერთი იყო ჩალმაში და რაღაცეებში სიგარეტს ვეწევი და რო უყურებდი აი ეს ჩალმა რომელსაც ეხურა და ეს თლიანად ფარანჯა ეცვა შავი კოჭებამდე ამ მეორე შავები
იმას როლექსი გამოუჩნდა ხელიდან, ისეთ ბრილიანტებით, ისე ძალით კი არა რა, ოდნავ რო იქიდან გამოჩნდეს 1-250,000 დოლარიანი, მაგრამ გარდა მაგისა ძალიან საინტერესო ტიპები იყვნენ, აი წარმოიდგინე იმათგან რომ გამოიჩეოდნენ და ისინი რაღაცას ამბობს ვიღაც გოგო მოვიდა და რაღაცას მეუბნება და ვერ გავიგე და ისე უყურებდი ესენი მოგდონ სიცილით და რომ მოვდიოდი, წავედი და ისა ქაღალდზე დაუწერე იმეილი და ინსტაგრამი. თქვენ ახალ დასაკარგი ხალხით ხო? და ესე დავმეგობრდი როჩაილდი, რა ვიცი თუ გაგიათ, როჩილდები. დღეს ვამბობენ რომ მთელი მსოფლიო მაგათია მოკლედ. ერთ-ერთი სანათესაო წარმომადგენელი ჰოლანდიაში, ეს ბარონი როჩილდი. და ეს ინდოელი, რომელსაც ფარანჯა ეცვა, კაცია ისიც, გეები არიან, ბოიფრენდები კი არა და ცოლ-ქმარი. ქორწილშიც ვიყავი. ეს რომელ ქორწილში რიანა და ისინიც რო ყავდა? არა, ისინი ჩვეულებრივი ქორწილი იყო ის მაგათია, აი მაგისი ნათესავია ის ინდოელი, ეს რიჰანა, ბილ გეიტსმა როლს როისი აჩუქა და რა ქვია, ცუკენბერგი და ყველანი რო იყვნენ. ეს ამ ტიპის ნათესავები არიან, ეს ამათი ესეთი არ იყო, რა ქვია, მაგრამ ევროპაში მოკლედ რაც კი რაღაცა ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მეპატრონეები და ფინანსისტები არიან, უმდიდრესი გვარია ის ინდოელი და ეგენითან, ესე იგი ფული რო არ გაუჩვან სოფლიოს ყველა სფეროში რო აკონტროლებდნენ, იმიტომ არიან ცოლ-ქმარიდან. სპეციალურად რა. ხო, იბიცაზე უმეტესობა კლუბები აი დისითენი და ისა ყველაფერში წილი აქვთ და იბიცაზე ვიყავი, წელსაც ვიყავი ესე. მაგათთან ერთად? კი. შაშან ვიყავი მთელი სექტემბრის ბოლოს კლუბების დახურვაზე, ლატროია კლუბი კიდე ის მაგათია. იმის დახურვაზე მე ამსტერდამშიც ვიყავი მაგათთან, ამსტერდამში ცხოვრობენ ძირითადად. იმიტომ რომ ეს ჰოლანდიელი როჩილდია, ეს როჩილდები არის, მთელ მსოფლიოში მოდებულები არიან, აი ვისიც არის როჩილდების გვარს ეკუთვნის დოლარი. დოლარი ხო იცი ამერიკის არ არის დოლარს, ანუ ბეჭდავს კერძო კომპანია, რომელიც აძლევს ამერიკას ცეცხლად. და ამათთან დამეგობრდი შენ. ამათთან დამეგობრდი, მოკლედ აი მაგათმა მოკლედ აი ესე ბალიზე ესე თვითონ დამაფინანსეს და გამიშვეს ამ კურორტზე მეთქი აქვია. ხო, თვითონ დაგაფინანსეს. ისე ძვირია, ხო? საკმაოდ ძვირია. კი. ეს სამთვიანი პროგრამაა და აი იქ რა ის ქონდა ესე ვთქვათ აჯენდა ყოველდღიურად აი რა ხდებოდა. ავიდა მე გადასხმები მქონდა ესე იგი რომ ის რა ქვია ორგანიზმის გაწმენდის სამბავში, დეტოქსი და მე მთლიანად დიეტაზე ხარ, დეტოქსით რაღაცა მე ცალკე ვილაზე ვიყავი ანუ და ჩემთან ერთად კიდე გვერდზე ვილაზე რჩებოდნენ ეს ფსიქოლოგები, ანუ 24 საათიანი კონტროლის ქვეშ ახარ ის რა ქვია პირველად რომ მოვიდა ეს იოგა მეთქი კიდე კინაღამ შევიგინე ეს ქვია რას მაწამებს ეს ჩემი ისა ვერ ხედავს რომ ის რა ქვია ვერ ვაკეთებ ამ რაღაცებს რომ ესე გაიწელე გამოიწელე ესე დაჯექი ესე ხელი იმის ფერხოში გამოიდე და თავი გაიყარე და ჰაერში ახტი და გაიყვანზე და ზევი და მოკლედ რაღაცაჭირში ვიყავი და მე ძალიან შემეყვარდა და შენო სამყაროსო ძალიან მაგრად გრძნობო და სამყარო შემოდის შენშიო და რაღაცა და მე ანუ ფილოსოფია სოციოლოგიის განათლებაზე ჩემი ფსიქოლოგების ბოლოში ფსიქოლოგი უნდა გამოვხიდო. ეხლა ყველა ფსიქოლოგია ესე იგი რაღაცა უნდა ნახვით კი არ აკეთებენ ესე იგი მოსმენით კი არ აკეთებენ წაკითხვით რაღაცა კურსი რო ნახო იმას ტელევიზორში და გამოაცხადო რომ უცბად ფსიქოლოგი ხარ. ეს საქართველოზე ამ არა, იმდენი ვედრამანეთად ფსიქოლოგია ეხლა ხო და ამ ჩემ ფსიქოლოგს რომელიც ბალიზე მყავდა იმას კითხენ მსოფლიოს ცნობილი ფსიქოლოგია რომ რა არის საჭირო იმისთვის რომ ფსიქოლოგი იყოს ადამიანი ნუ პროფესიონალი და ესე იგი ფსიქოლოგი აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა საერთაშორისო ფსიქოლოგიური გილდიის ან რაღაცა საზოგადოების წევრი მეორე თვითონ ფსიქოლოგს აუცილებლად ფსიქოთერაპევტს აუცილებლად უნდა ყავდეს თავის თერაპევტი და უნდა ყავდეს სუპერვაიზორი. ხო, ნუ ძალიან რთულია. ისე როგორც აი ახლა საქართველოში ვედრამანეთად შეფები არიან. მაგ თემაზეც ვებს ხუმრობ ხოლმე რომ აქ ვისაც არ დაესწარა პირველი პროექტი მოკლედ რომ ტარდებოდა საქართველოში ეს რაღაცა პოვარების ვთქვათ ესე მზარეულების მე ვურჩიე ერთი ჩემი ახლობელი მაშინდელ რეჟისორს ისინი ჰოლივუდში არიან და მოვიკითხა, მაგრამ თვითონ ძალიან გადაუბდა, იმიტომ რომ ძალიან შეითვისა ეს მე ვუთხარი ძალიან კარგად აითვისებს მეთქი, ესეთია თქო, ესე რაღაცებს არ ფსკეთება არის ის თქო, მაგრამ აი შეყოლო რაღაცა ეს ამითი უნდა გაკეთდეს ეს მოკლედ აი ესე შეიქმნა შეფების ინსტიტუტი ვაფშეტა. ვა, საინტერესოა. ისო ბალის რო დაუბრუნდეთ, აი შენ რაღაც მე პერიოდი ქონდა ის რომ აი რაღაც აღარ შემიძლია მირჩევნია რომ გავეშვა თუ კარგად წავიდა ასე ვთქვათ შენი მკურნალობის პროცესი და ხო. იქთლიანად იცი რა მთავარი ადამიანის გადაწყვეტილება რომ შენ თვითონ შეცვალო შენი ცხოვრება რაღაც
ადამიანი როდესაც რაღაცას დამოკიდებული ხდები ან შენ თვითონ შენი ცხოვრება იცვლება ეგ შენი შეიძლება სულიერი შიმშილია აი სულიერი წყურვილია რაღაცა შეიძლება მეტი შეცნობის საკუთარი თავის და რაღაცა რომელსაც სხვადასხვა სუბსტანციით ცდილობდი ეს გააკეთო მაგრამ მთავარია შენი გადაწყვეტილება ის რომ რაღაცას გაეშვა და თუ ამისთვის შველა გჭირდება აუცილებლად არ უნდა შეგწხვეს ის რომ შველა ითხოვო შენ გწვენოდა რაღაც პერიოდი მე ჩემი თავის ვცვენოდა ძალიან და რაღაცა როგორც ვიდახი რაღაცა თვითონ ეგ თემა ჩემს იმდენად მიუღებელი იყო მთელი ბავშვობა და რაღაცა და უცბად სიბერეში დამემართა ისეთი რაღაცა რაც ვაფშე ისა აი ესეთი მიუღებელი და ამასობაში ვეღარ იშორებ მე და ნუ მადლობა იმ ჩემ მეგობრებს რომელიც ახსენე როჩილდი და ესემბანი რომ დამეხმარენ იმაში რომ რაღაცა გადამეწყვიტა ისინიც ქართველები რო არ იყვნენ და ვთქვათ აი ესე ხელი შემიწყვეს იმაში რომ კიდე ეს ყველაფერი უცხოეთში მომხდარიყო და რაღაცა მაგრამ თვითონ ვიყავი გამზადებული ამისთვის რომ აუცილებლად უნდა დამენებებინა თავი და შემეცვალო ცხოვრება და ის დანარჩენი საკუთარ ეს ფსიქოლოგები იოგა საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარება ადამიანმა რაც მეტი იცი ჩემ ფსიქოლოგი ამბობდა მით მეტი ეს არის საწვალებელია პრინციპში და ნივთიერება რომელსაც თავიდან მოაქვს რაღაცა შენთვის ბედნიერება რაღაც სითამამე ვთქვათ სიმამაცე თავისუფლება პირიქით მე ბოჭავს და მარტო ფოთო არ რჩება და მეტი არაფერი და აი რას გრძნობ მაგ მომენტში აი როგორ იყავი თუ შეგიძლია რომ გაიხსენო სანამ განიკურნებოდი უიმე და არ თქვა მე 3-4 დღე და მე არ მეძინა არაფერს ავჭამდი და ის კუჭი გამისკდა მოკლედ ნებისმიერ ეგეთი სცენი ანუ ნარკომანია და რაღაცას დამოკიდებულება მთავრდება მოიცადა ეს ჩემი ფსიქოლოგი ამბობდა ესე იგი საავადმყოფო ციხე სიკვდილი ხო მეტი გამოსავალი მეტი შედეგი არ აქვს და შენი დექი ამის ზღვარზე ხო ნუ კუჭი გამისკდა კიდე მოვკვდიო და აი რა იყო ის მომენტი რამე იყო რამე ისტორია გადაგხდა რომ აი всё უნდა გამოვძვრე და დავიწყო ახალი ცხოვრება ქონდა ეგ მომენტი რაღაცა არა ეს მუდმივი ფიქრი მქონდა უკვე რომ რაღაცა ოღონდ იმას პანაცეას ვეძებდი იმ სახით რომ აი როგორმე რაღაცას გავეთავისუფლებინე ძალიან ძლიერი ხარ მართლა იმის გამო რომ ჩამოხვედი და ესე ხმამაღლად ლაპარაკობ იმიტომ რომ ბევრს შეიძლება იმის მიუხედავად რომ შეიძლება განიკურნოს მაინც მალავს ხოლმე და არ უნდა გაზიარება შეიძლება თვითონ სუდად ხდება ხოლმე ისევ და ეს ვიცი მე ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს და ამის აღიარებაც საკუთარ თავთან და მართლა მაგ შველის თხოვნა რომელიც მე ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვის არ შემეძლო მეთქვა რომ აი შველა მჭირდება და მარტო საკუთარ თავში იკეტები და შენ ფოთვაში და შენ რაღაცა უბედურებაში იხარშები ყველაფერი ყველა ჭორი ყველა ისა რაღაცა მოქმედებს შენზე საშინლად რაღაცა სულ რაღაცა იმაში ხარ რა ქვია რაღაცა ძიებებში overthinking აი ტვინი ჭედილი რაღაცა ცუდი აზრებით მარტო და ყველაფერი ცუდი მოგდის და ამის გამო კიდე გინდა რომ მთლიანად კონტროლი აიღო ხელში რომელსაც კონტროლს ვაფშე კარგავ ამასობაში ადამიანს თუ ესე იგი კარგად იმაში რა ქვია სადღაც ორღობეში არ აგდიხარ ესე იგი გული არ გერება იმას არ ნიშნავს რომ დამოკიდებული არ ხარ ხო დამოკიდებული ბევრ რამეზე შეიძლება იყო კი რა თქმა უნდა ესე თამაში დამოკიდებულება ყველაზე ძნელი მოსარჩენია როგორც მითხრეს კიდე შოპოჰოლიკი მე რა ვიცი რაღაც მილიონი იმდენი სახის დამოკიდებულება რომელსაც იქარჩენენ კიდე თქვა ადამიანი აი ახლა იმ საერთო რეაბილიტაციაში ყავდათ მიიღეს ადამიანი რომელიც დამოკიდებული აი ესე სოციალებზე რომ თვითონ მეტისმეტად დამოკიდებული თავის თამაში აწუხა ვაიმე ხო დღესდღეობით ბევრი ამერიკიდან ჩამოფრინდა ხო ერთი ეგეთი კალი აი მარიხუანაზე ამბობენ რომ მაინც ძალიან რთულია ბევრი ხო თulis რომ მარიხუანა არ არის ნარკოტიკი არც ერთი არ არის ის რა ქვია მასე მთავარი ნარკოტიკი არის და ყველაზე დამოკიდებულებას რასაც ვიწევს ალკოჰოლი და სიგარეტი მარიხუანა თურმე ტვინის უჯრედების ისეთ დაზიანებას იწვევს და ისეთი ცუდი შედეგი აქვს და ეფექტი რომ რატომაც ითვლება აი ესეთი რომ ძალიან მსუბუქად და მისაღებად როგორია სიფხიზლე ისეთი ვაიმე აი დღის განმავლობაში თეთრაკაი რო ფხიზელი ვარ აკაი ჰაერია ფოთოლი ჩამოვარდა რაღაცა მაგას შეიძლება ისეთი მუზლები დაგაყაროს იმისთან რომ დოპამინების აფეთქება გამოიწვიოს რომ არც რა ქვია კონტრასტული დუში გჭირდება და არაფერი მსგავსი შენ მე მგონი რა გჭირს ხა ყოველდღიურობაში ადამიანები მიჩვეულები რო არიან სიტყვაზე რა უფრო ხშირად ფხიზლები რო არიან და რასაც არაფასებენ იმის დაფასება დაიწყე და შენ კიდე სხვანაირად აი გაბედნიერებს და სხვანაირ ემოციას გაძლევს და თავიდან ხო მოკლედ მეორე ნახევარი ცხოვრების დავიწყე აი იმის დაფასებით რაც მანამდე ყველა ადამიანს არ შეუძლია რომ დავაფასოთ და ვიყოთ ბედნიერები და მეტი ღიმილით და ერთმანეთის მიმართ სიყვარულით. ხო, აი რა არის მთავარი ცხოვრებაში რა გაჩვენა შენმა აი ამდენმა პრობლემამ რაც გამოიარე?
რა ვიცი, ალბათ ეგეც გასავლელი ეტაპი იყო და ნუ ჩემს შემთხვევაში ის რომ მე გავიარე, ის რომ ეხლა რჩევას ვიძლევი რომ მართლა ეს არაფერი იმისთანაც სიკეთეს კი არა, მაგ დოპამინებს თუ რაღაც არაფერი ისეც არ იძლევა, რაც მე ძალიან ცუდი როგორც ნებისმიერ სიმთვრალეს თავისი აქვს, ესე ვთქვათ, პახმელია, ნაბახუსები, აი ეს ბევრად უფრო მძიმეა და არც ეცადოთ რომ გასინჯოთ. ბევრ ადამიანთან მგონია ისედაც ხო კონტაქტობ, მაგრამ არიან ისეთი გამორჩეული რაღაც დიდარი ადამიანებიც და აი მაგათი გავლენის ქვეშ ხომ არ მოიქეცი და ხომ არ დაიწყე თამაშით მაშინ. ზუსტად მასე. ხო? ზუსტად მასე რომ საზღვარგარეთ რა, საქართველოში არ ყოფილა, როცა აი რაღაცა კოკაინის ფეტიშირება ფეტიშიზმი თუ ფეტიშირება როგორ ითქვა? გაფეტიშება. ხო, იყო ესეთი რომ ეს ელიტარული რაღაცა ეს რომ ეს ნარკოტიკი არ არის, ეს მარტო რაღაცა პარასკევის შაბათი, ეს ამითი ერთობი. ბედნიერება სხვა რაღაცაა და შენ გადმოსახედიდან რა არის ბედნიერება? ბედნიერება ყველა ადამიანისთვის რაღაცა ინდივიდუალურია ჩემი აზრით. ბედნიერება ხშირად ჩემი ერთ მეგობარს აქვს პირების დახმარების ცენტრი და იმ დღეს მეუბნებოდა რომ აი ჩემ ბედნიერებაო როცა ამ ადამიანებს ვეხმარებიო და მეუბნებიანო რომ როგორ უძლებო რომ რაღაცა აი ამ არა ფსიქოლოგიურად ჩამოუყალიბებელ და ძალიან რთულად მოსავლელ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობაო და ისეთ ბედნიერებას მანიჭებს რომ ვეხმარებიო და იმათთან ერთად ვარო მეც ვაიმე აი სხვა ადამიანის დახმარება მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას და მგონია რომ ეხლა კიდევ ახალი დანიშნულება მოგეცა რომ დაეხმარო ადამიანებს შენი გამოცდილება გაუზიარო. რამდენადაც ვცდილობ, ხო? კი. ძალიან საინტერესოა, მე ვლევ წარმატებას და წინსვლას გისურვებ და შენი მიმართულებით თუ აპირებ რამე დიზაინერ, ან რაღაც მომავალი გეგმა რა გაქვს? ეპოქს და იქ ნიუ-იორკში რო ვიყავი ბოლოს, ეპოქსიდიდან დავიწყე რაღაცა ნივთების კეთება, რომლებიც ეხლა ძალიან ბევრი დამიგროვდა და ან გამოფენას გავაკეთებ, ან წინა სახელმწიფო გაყიდვას. ვა, საინტერესოა ეს ეპოქსიდი ეხლა ლამაზი ნივთები საერთოდ უნდა წამოვიღო, მაგრამ შემდეგ გავჩუქებ, ისედაც გავჩუქებ სახელმწიფოს. ძალიან დიდი მადლობა. კი, სხვათა შორის ლამაზ რაღაცებს, ჩემი ხელით რასაც ვაკეთებ, ის სიამოვნებს ძალიან და სიამოვნებას მანიჭებს. კი, თან ხელებით რო ვაკეთებ, პროტეინის ისვენებს და სხვანაირად ხარ როცა ესე აი როცა დიზაინერობას დავიწყე, მე აქსესუარების კეთება დავიწყე და აქსესუარს ჩემი ხელით რო ვაკეთებდი, ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებდა, ეს თქვათ მაშინ ადრე რაღაცა თვლებისგან და რაღაცებისგან და ეპოქსიდის ცოტა დიდი რაღაცების კეთება დავიწყე, რაღაცა ხანდაკებების კეთება დავიწყე და ისე რომ სკულპტორი არა, მაგრამ რაღაცა საინტერესო ნივთებით წარსდგები. ხო. ანუ თავისუფალ დროს ამით ავსებ ხოლმე. კი, ეხლა ნუ იმდენი თავისუფალი ჯეჯორობით გავცივდი რა ჩამოვედი და ერთხელ ბოლოსკენ მინდა ვთქვა, რომ ერთხელ ვნახსოვს შენ თქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ დედაჩემს ორი რამე აღელვებსო, ჩემის მა და შვილიო და მე მგონი ახლა შვილის ამბავი დარჩა სანამ ვაიმე, ჩემმა ფსიქოლოგებმა ეგ მითხრეს. რას ფიქრობ მაგაზე? ჯეჯორობით არაფერს. შვილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ის რომ მაგაზე ვნახოთ. ჩემი სპონსორი ბომბარი, რომელიც წარგადგინე დასაწყისში, მინდა რომ გაგასინჯო, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორე პრემიუმ ხარისხის უშაქრო შოკოლადები. აბა გავსინჯოთ. რამე ცოტა კალორია? კი, ამას ცოტა კალორია აქვს, ნაკლები შაქარი, მეტი ცილები. ხო, და აი ნახე, ესეც გასინჯე, მე ეს ძალიან მიყვარს, ვაფლის არის. და ძალიან გემრიელია. ეს ყოფილა ტირამისუს გემოთი. ძალიან კარგია და თან თუ რაღაც ჯანსაღყვებაზე ხარ და არ გინდა მეტი კალორია მიიღო. აი როგორ გავწუხდი და ისე რომ აი ესეც შეგიძლია რომ მოკლედ მოგეწონა, ძალიან ხარია. თან ბომბარისგან გადმოგცე მე შენ აი საჩუქარს. რამხელა გიფოქსია. დიდი მადლობა ბომბარს. ასევე ჩვენი სპონსორისგან, აგრომანისგან, რომელიც აწარმოებს ნატურალურ პროდუქტებს, ასევე გადმოგცემ საჩუქარს. და ეგ თავიდან არ გითქვია რომ ამდენი საჩუქრებით გამიშვებდი. ვაუ. აგრომანმა ეს ყველაფერი არ არის, კიდევ ბევრი რამ გადმოგცა, ცოტა მძიმეა ნელა. შეგიძლია ასევე შეიძინო ეს ყველანაირი პროდუქტი პოლიტკოსკაეს 3 ნომერში და ასევე აქვთ თვითონ კორპორატიული მომსახურებაც ინდივიდუალურ პირობებით, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხით და აი ეს შეგიძლია. ძალიან დიდი მადლობა. ფიზის კითხვები, სულ რამდენიმე კითხვა და გამეცი პასუხი. სახლში თუ გარეთ ჭამამ? ორივე. პიურე თუ შემწვარი კარტოფილი? შემწვარი. შენი თუ სხვისი გაკეთებული საჭმელი? სხვისი. ბორში არაჟნით თუ არაჟნის გარეშე? არაჟნით. ლიმონათი თუ ჩვეულებრივი სასმელი? ჩვეულებრივი.
დიდი მადლობა დავემშვიდობები ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა არ ყურადღებისთვის. დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ ძარის ღილაკს და დაალაიქოთ ვიდეო. კი ბატონო. რათა არ გამოგცეთ შემდეგი ახალი ვიდეო. ხო. მოკლედ ეს იყო დეკემბრის ბოლო ეპიზოდი, ჩემო მეგობრებო. ბედნიერ ახალ წელს. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და ვიყოთ ბედნიერად ჯანმრთელად და წარმატებები თქვენ. აბა დროებით.